მთელი ხაზი. რა უნდა გააკეთონ, რომ საზოგადოებამ დაკარგოს ქართველი ჯარისკაცის პატივისცემა? ცოტა ქრონოლოგიურად მინდა გავყვე ამ ყველაფერს. როდესაც ჯარისკაცის პატივისცემა იყო, მაშინ ნამდვილად ჯარისკაცს შესაბამისობაში ჰქონდა მოყვანილი თუნდაც ის სამხედრო ფორმა, ის ყველაფერი და თუნდაც იყო იქ აკრძალვები, თუნდაც როგორ უნდა მოქცეულიყვნენ გარეთ, რა წესებით უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი და გარეთ ფორმა ჩაცმული უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი თუ არა. ამ ყველაფერმა იქონია შედეგი და ძალიან კარგი დამოკიდებულებაც იყო ჯარისკაცის მიმართ, მაგრამ მოვდივართ იმ დროს, სადაც უკვე თუნდაც ქალბატონმა პრეზიდენტმა ჯარს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო მან მოიმკა, აი ეხლაც კი, ესე ვიტყვი, როდესაც სამხედროებს მოსთხოვა გვერდში დგომა და სამხედროებისგან მიიღო უარი, იმიტომ რომ ზუსტად მისი დამოკიდებულების გამო ეს ხომ პოლიტიკური თამაშია და მან ის ყველაფერი შექმნა, რაზეც შემდგომ ისევ ის პასუხი მიიღო და ეს გვინდა დავიჯერეთ, გვინდა არ დავიჯერეთ, მაგრამ რეალობაა. შესაბამისად, ჯარისკაცობა ბევრად მორალური ღირებულებების მომცველია, ვიდრე სხვა ნებისმიერი პროფესია, ესე ვიტყვი, იმიტომ რომ ადამიანს, როდესაც ქვეყნისთვის თავის გაწირვა შეგიძლია და ტყვიაზე წასვლა შეგიძლია, მას მეტად ღირებულებები უფრო მეტად ჭარბობს იმ ადამიანში. შესაბამისად, ჩემთვის შეურაცხყოფელია მაგალითად ჯარისკაცი, როდესაც სწავლებებზე ბაბაბას იძახის და ომობანას ათამაშებენ. ამან გამოიწვია ჩამოშლა ჯარის სტრუქტურების. ამან გამოიწვია უსაფრთხოების, ესე იგი, საჰაერო თავდაცვის შესაძენად წასული ადამიანები, რომლებიც თუნდაც აი ირაკლი ალასანია კაბელების საქმეზე, რომელიც დაიჭირეს, მე არ ვამბობ პოლიტიკურ შეხედულებებზე, ან პიროვნულ კეთილგანწყობაზე, ან სიყვარულზე, ადამიანი, რომელიც ცდილობდა საქართველოსთვის თავდაცვის უნარიანობის გაზრდას და ეს ყველაფერი ჩაიფარცხა, ჩაიკარგა და მას აგვუძეს და რა თქმა უნდა, შესაბამისობაში მოიყვანეს, რომ ჩვენ არ გქონდა თავდაცვის უნარიანობა, რაც მე ანუ თქვენგან წარმოთქმული სიტყვები რაც იყო ჩინეთში ნათქვამი, ზუსტად ის თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის, დაიკარგა და ჩაიკარგა. ჩვენ მშვიდობისთვის არც ვემზადებით, არც გვინდა დღესდღეობით. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ არ გინდათ ომი, იყავით მონა და რა ვიცი, არც ერთ ლოგიკაში არ ჯდება, არც ქართულ მენტალიტეტში არ ჯდება, არც წესჩვეულებაში არ ჯდება მონობა. შესაბამისად, ეხლა თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, პირველ რიგში უნდა ვიყო ძლიერი და ნეიტრალიტეტს, რომელიც გაიძახის და რაღაც აბსურდებს ამბობს, ნეიტრალიტეტი მისით არ მოდის. ნეიტრალიტეტი რომ მოვიდეს, შენ უნდა იყო ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი მექანიზმი უნდა შექმნა, სადაც შენს წინააღმდეგ ვერ ისეთი ძლიერი უნდა იყო, რომ შენი ნეიტრალიტეტი ნიშნავს, რომ მისთვის მინიმუმ იმდენ ზიანის მიყენებას, რამაც შეიძლება მსოფლიოში დააკარგინოს ძალაუფლების შეგრძნება. მინიმუმ.